მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ს მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ზაგარელი წარმოგიდგენთ უახლოეს ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 20-26 ოქტომბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე და უპირველეს სამუშაოდ რომ უკვე 22 რიცხვიდან ან 4 შაბათი დღიდან დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგო ველში, რაც უდავოდ კარგია, იმიტომ რომ ამის შედეგად მოიმატებს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, ნამდვილად გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, იდეების რეალიზაცია უფრო მეტად შესაძლებელი იქნება, კომუნიკაცია გაუმჯობესდება და ასე შემდეგ. ერთი თქვით, გავითვალისწინოთ რომ პირველი ორი დღე ცოტა ფრთხილად გავიაროთ. იმიტომ რომ 21-ში სამშაბათ ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, ამიტომ ორშაბათი სამშაბათი ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვს, იმიტომ რომ სიტუაცია შეიძლება დაიძაბოს. აქ შეიძლება ტრავმატულმა ტენდენციებმა ეჩინონ თავი, ჯანმრთელობის პრობლემებმა და ასე შემდეგ. ორშაბათს და სამშაბათს გავდივარ ფრთხილად და წინ დახედულოთ. ოთხშაბათიდან უკვე შეგვიძლია ძალიან აქტიური ძალისხმევა, ახალი იდეა პროექტების ჩამოყალიბება, რეალიზაცია და სხვა სასიკეთო ცვლილებების შემოტანა. ხოლო 23-ში უკვე მზე ხუთშაბათს ერთი თვით გადადის უკვე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. რის შედეგად გაზრდილდება ადამიანებში ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, ნებისყოფა, განვითარდება ინტუიცია, მაგრამ ამავდროულად გაზრდილდება ეს თქვა სარკასტიკული გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, სიჯულე, უკონტროლო ეჭვიანობა, ზოგჯერ ცუდი აზრების აკვიატება. ანუ ეს ნეგატიური თვისებები მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ან მოვიშოროთ, ხოლო დადებით თვისებები მორიელისა მაქსიმალურად გამოვავლინოთ უკვე 23 რიცხვის შემდგომ. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, ყველას დაეთქვება, რომ უკვე 22 რიცხვიდან სასიკეთოდ ვიმეორე პირველი ორი დღე ორშაბათი სამშაბათი მაქსიმალურად ყურადღებით ფრთხილად ყველას ეხება. ოთხშაბათიდან უკვე ყველა გაილაღებს. ყველას ექნება მეტნაკლებად სასიკეთო ტენდენციები. დავიწყოთ ვერძით. ერგოტონუსი მაღალი ამ კვირაში, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური ენერგიული ინიციატივაა. ოღონდ 21-ში ყოველ შემთხვევაში ახალმთვარეობაზე არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი არავითარი მოლაპარაკებები, არავითარი ხელშეკრულებები და ასე შემდეგ. ოთხშაბათიდან კი ბატონო, გაილაღებთ, იმიტომ რომ პოზიტიური პერიოდია, პროადვილად გაერკვევით საკუთარ პრობლემებში, არაერთ საკითხს დაარეგულირებთ და ასევე აღნიშნოთ ისიც, რომ ამ პერიოდში ურთიერთგაგება თქვენსა და ერთხელ ადამიანებს შორის რადიკალურად მართლობს. არაერთი ფინანსური საკითხი შეიძლება აქ გადაწყვიტოთ, აქ გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ეს პერიოდი უკვე გაცილებით უკეთესია ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებების საწარმოებლად, ოღონდ 23 რიცხვის შემდგომ პერიოდი თქვენგან ითხოვს რას? ენაზე კველის დაჭერას, საიდუმლო დაცვას და თქვენი საიდუმლო ინფორმაციის არ გაცემას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 24 ოქტომბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 22 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც 21 კი ყველა ნიშანმა, მათ შორის ვერძმა, ფრთხილად და წინ დახედულად უნდა გავლოს. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით აუდევლებს, კურო იგრძნობს, რომ ნელ-ნელა უმჯობესდება ამ კვირიდან, განსაკუთრებით 22 ოქტომბრის 23 ოქტომბრიდან მისი ენერგოტონუსი. ანუ ნელ-ნელა მოემატებს ჯანი, ენერგია, შრომის უნარიანობა, ფსიქოემოციური სტაბილურობა და ასე შემდეგ. ეს პერიოდი უკვე მეტად ხელს შეუწყობს პარტნიორული კავშირების გამაგრებას, გაუმჯობესებას. ეს პერიოდი გაცილებით უკეთესია ხელშეკრულებების დასადებად, კონტრაქტების ხელმოსაწერად. აქ შეგიძლიათ უფრო სტაბილური, საქმიანი და ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და ძალიან კარგი პერიოდია სხვა შორის სასიყვარულო ურთიერთობებისათვის, ქორწინებისათვის, შემოქმედებითი ინჩის და უნარის გამოსავლენად. ამიტომ ეცადეთ, რომ უკვე 23 რიცხვიდან უკვე განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, იდეები, სურვილები, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. და ეს კარგი იქნება თქვენთვის 22 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 20-24 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და 21 რიცხვიც იცით ახალმთვარეობა ფრთხილად უნდა გაიაროთ. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით აუდევლებს, აქ გაილაღებთ. რასაკვირველია, 23 რიცხვიდან მოვიდოთ ხელი მნიშვნელოვან საკითხებს. პირველი ორი დღე ორშაბათი სამშაბათი ცოტა ფრთხილად. მაგრამ მთლიანობაში ენერგოტონუსი მაინც ტყუპების მაღალია. აქტიურობა, კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა, ეს კარგი თქვენი თვისებები წამოიწევს წინა პლანზე, დახვეწილი იუმორის გრძნობაც კი და უფრო მშვიდად გრძნობ თავს ფიქრწმენა მოემატებს თქვენში და საინტერესო სამუშაოს წინაშე შეიძლება აღვნიშნეთ, რომელიც არამარტო დივიდენდებს მოგიტანთ, არამედ მორალურ კმაყოფილებასაც შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, მაგალითად ახალი სამსახურის დასაწყებად, ახალი იდეა პროექტის ჩამოსაყალებლად, მისი რეალიზაციისათვის, ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებების საწარმოებლად. 23 რიცხვიდან პერიოდი ძალიან კარგია, მათ შორის
კონკურსებში, ლოტერეებში მოწვევის მისაღებად. შვილებთან ურთიერთობა უმჯობესდება, პარტნიორული სასიყვარულო კონტაქტები გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება და ხელს უწყობს იგი ასევე რომანტიკულ თავგადასავლებსაც. ეს კარგია თქვენთვის 23 რიცხვი ოქტომბრისა და არ ვარგა 20-26 ოქტომბრის დღეები და 21 რიცხვი რო ხალხთვარეობაა და ფრთხილად უნდა გამლოთ, ეს მე მგონი იცით, ბოდის ვიხდი, შეცდომა დავუშვი. ყველაზე კარგია თქვენთვის 25 რიცხვი და არ ვარგა 22 რიცხვი და 21 უნდა ფრთხილად გაიაროთ. აი პატარა კორექტივები, ეს უკვე ჩემგან. ამ შემთხვევაში მე თორემ შეცდომა იყო დაშვებული. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაკოს ნიშნე დაავადებულებს, ამუშავოთ რომ რასაკვირველია გამოცოცხლდება ეს ნიშანი 20 უკვე მოდესტ ვთქვა 2-23 რიცხვიდან აქ აშკარად თვალსაცემი იქნება რომ უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი, მაგრამ 21 რიცხვი კერჩხებმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა გაიაროთ. ანუ პირველი ნახევარი კვირისა, იმიტომ რომ აქ ახალმთვარეობა, რომელსაც თქვენ ცოტა მძიმედ იტანთ, თუმცა უკვე 22 რიცხვიდან იგრძნობთ რომ გაცილებით უკეთესად გრძნობთ თავს, ემოციურადაც უფრო სტაბილურდებით და ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას თქვენ გაცილებით უფრო იგრძნობთ რომ მატულობს ენერგია, შრომის უნარიანობა. ამასთან ერთად აქ გაითვალისწინეთ რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაამეტოთ ძალაუფლებას. თორემ შეიძლება დაარღვიოს ჰარმონია თქვენსა და ახლობელ ადამიანების შორის, თქვენსა და კოლეგების შორის. ამ კუთხით ვიღოთ ყურადღებით, თუმცა ეს პერიოდი კარგია. მათ შორის, მაგალითად, იგივე სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, შვილებთან ურთიერთგაგება მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ასევე თქვენს წინსვლას და მეტად განვითარებას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 23 ოქტომბრის დღე და რიცხვი, არ ვარგა 20-26 ოქტომბრის დღეები და 21 რიცხვიც გავიაროთ ფრთხილად. რაც შეეხება ახლა ლომის ზოდიაკოს ნიშნის დაავადებულებს, მოვიტოვოთ რომ ერგოტონუსი თქვენი ჯერ კიდევ სათანადო სიმაღლეზეა და ამასთან ერთად აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, გონებამახვილობა, ორგანიზატორული მონაცემები ჯერ კიდევ კარგად იჩენენ თავს. ეს პერიოდი ძალიან კარგია საოჯახო ურთიერთობებისა და კონტაქტებისათვის. შეიძლება რაღაც სასიკეთო ცვლილებები შეიტანოთ სახლში, გაალამაზოთ დიზაინი მაგალითად, ხო? და მშობთ ისიც რომ ამასთან ერთად აი პირველი 2 დღე ორშაბათი სამშაბათი ცოტა ფრთხილად ვიყოთ ახლობლებთან. რაღაც სიტუაცია არ დაირღვეს. მერე დავუშვათ სიტუაცია გაუმჯობესდება. ადაპტირებობთ თქვენი სიტუაციებისადმი გაუმჯობესდება. ამიტომ მთლიანობაში მეორე ნახევარი კვირის, აი განსაკუთრებით 22 რიცხვის მერე, იქნება გაცილებით უფრო ნაყოფიერი ყოველხრივ, როგორც ფინანსური, ასევე პროფესიონალური ურთიერთობების კუთხით თქვენთვის. ყველაზე კარგია თქვენთვის 20 და 25 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 22 და ნაწილობრივ 21 ოქტომბრის დღეებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაკოს ნიშნის დაავადებებს, ამუშავებთ რომ ერგოტონუსი თქვენი ამ კვირიდან ნელ-ნელა მოიმატებს, ჯანმრთელობა უფრო მეტად გამაგრდება, ფსიქოემოციური სტაბილურობაც მეტად დაისადგურებს და შესაძლებლობა შრომის ნორმების გამოვლენის იქნება გაცილებით მეტი. ამიტომ პერიოდი უკვე კარგია, ურთიერთგაგებაც მოიმატებს თქვენსა და ერგულყოფ ადამიანების შორის და ურთიერთგაგების ფონზე ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება ძალიან კარგი. ფინანსური მდგომარეობაც ნელა გაუმჯობესდება. ეს ყველაფერი უკვე 22 რიცხვიდან. აი ამ პერიოდში იქამდე პირველი 2 დღე ცოტა ფრთხილად გავიაროთ ამ კვირისა. და ვნიშნოთ რომ აქ ახალი პერსპექტივები შეიძლება გამოჩნდეს კარიერული განვითარების კუთხით, აშკარად პროგრესი გექნებათ პროფესიონალური განვითარების, ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არაერთ საინტერესო იდეა შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც პედაგოგიური მოღვაწეობის კუთხით, პედაგოგი იქნებით ფრიად წარმატებული და ძალიან კარგი პერიოდია უკვე 22 რიცხვიდან მგზავრობა მოგზაურობისათვის და მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების მისაღებად. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 23 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 21 და 26 ოქტომბრის დღეები და შეიძლება ეს რიცხვები, რომელიც მეტად ფრთხილად და წინდახედულად უნდა გავიაროთ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაკოს ნიშნის დაავადებულებს, პერიოდი კარგია. გამოვაკლოთ პირველი 2 დღე, ორშაბათი და სამშაბათი, დანარჩენი დღეები ამ კვირისა ძალიან კარგია, ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, განწყობაც გაცილებით უკეთესი იქნება და თქვენ შეიძლება ძალიან საინტერესო პერსპექტიული წინადადებები მიიღოთ. აქ იქნება შესაძლებლობა თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების. არაერთი პრობლემა შეიძლება ადვილად გადაწყდება და არაერთი შეიძლება თქვენი ოცნებაც კი განხორციელდეს. ეს პერიოდი ძალიან კარგია პირადი ურთიერთობებისათვის, სასწავლო კონტაქტებისათვის.
გეგმებისთვის, ქორწინებისათვის. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ესეთი გეგმებიც კი, რომელიც ადრე იყო რატომღაც გაკინული და ვერ ხორციელდებოდა, ახლა შეიძლება უფრო მეტად განხორციელდეს, ამიტომ თქვენ იგრძნობთ, რომ წარმატების, ასე ვთქვათ, ზარმა აშკარად დარეკა თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ფინანსური კუთხითაც, პირადული ურთიერთობების, პროფესიონალური კუთხითაც მეტად დასამახსოვრებელი და კარგი პერიოდი იყოს უკვე 22 რიცხვიდან ოქტომბრისა. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 20 და 24 ოქტომბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 22 ოქტომბერი და ცოტა ფრთხილად 21 ოქტომბრის დღეებში. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ამუშავებთ, რომ აი აქედან უკვე იწყება თქვენი ვარსკვლავური დრო, ეს ყველაფერი იწყება 23 რიცხვიდან, ანუ კვირის მეორე ნახევრიდან. თუმცა ამ კვირაში მთლიანად უკვე იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს. ანუ ჯანმრთელობა უმჯობესდება და შრომისწინააღმდეგობა მატულობს, მაგრამ ვარსკვლავური დრო იწყება 23 რიცხვიდან, როდესაც მზე უკვე გადავა თქვენს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ერთი თვით. და აქედან გამომდინარე, ეხლა პირველი ორი დღე გავიაროთ ცოტა ფრთხილად, წინ დახედულოთ. ამ კვირისა უკვე სადღაც 23-დან თქვენ უკვე აშკარად შეგიძლიათ იაქტიუროთ, გამოვიდოთ საუკეთესო თქვენი თვისებები, რომ თქვენ გაშალოთ ფრთები, პერიოდი გაცილებით ეფექტური, აქ ბევრი რამ გამოგივათ, პრობლემებიც გადაწყდება არაერთი და აქ უკვე ფინანსური კუთხითაც, პარტნიორული თანამშრომლობის კუთხითაც ძალიან კარგი პერიოდი. ორგანიზებული ნიჭი, შარ მებრძოლის სულისკვეთება, თვითარწმენა აშკარად გაიზრდება. რაც ხელს შეუწყობს შემდგომ თქვენს წინსვლას და განვითარებას. ამიტომ ყველა კარგი იქნება თქვენთვის აქ 23 ოქტომბრის დღე, არ ვარგა 21 და 25 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მშვილდოსნებს, საერთო ენერგია ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ პერიოდი ხელს უწყობს კომუნიკაციას, მოგზაურობას, მოძრაობას, მშობან კონტაქტებს, შეხვედრებს, მაგრამ პირველი ორი დღე მაინც ამ კვირის ორშაბათი, სამშაბათი ცოტა ფრთხილად გავიაროთ. ნუ დავნიშნავთ ამ დღეებში მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებებს და შეგო. ეს ყველაფერი განახორციელოთ უკვე 22 ოქტომბრიდან, როცა დაიწყება გაცილებით უფრო სასკეთო პერიოდი, იმიტომ რომ დედამიწა გადავა პოზიტიურ ენერგოველში, რაც ხელს შეუწყობს მეტად თქვენი გეგმების რეალიზაციას, შეცდომების გამოსწორებას და ამასთან ერთად მეტად იღბლიანობა მოემართებს ფინანსური კუთხით, რაც გაუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. ეს პერიოდი ხელს უწყობს სხვადასხვა სახის გარიგებებს, ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებს, პარტნიორული ახალი კავშირების დამყარებას, რაც ხელს შეუწყობს ასევე თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და ბიზნეს საქმიანობაში მეტი წარმატების მიღწევას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 21-26 რიცხვი ოქტომბრისა, 23 არ ვარგა, ხოლო 21 ცოტა მეტ სიფრთხილეს და ყურადღებას ითხოვს თქვენგან. თხისგან ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება პერიოდი გაცილებით უკეთესი ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება ამ კვირიდან, შრომის უნარიანობაც მოიმატებს, თუმცა ყველას კარგი იქნება 22 რიცხვის შემდგომი პერიოდი. პირველი ორი დღე მაინც ამ კვირისა ცოტა ფრთხილად გავიაროთ, ხოლო 22-დან უკვე ეს პერიოდი ძალიან კარგია საინტერესო ახალი პროექტების განხორციელებისათვის. აქ უკვე მატერიალურ მდგომარეობას ნელ-ნელა გაუმჯობესდება, სხვათა შორის თქვენი გავლენის სფერო გაფართოვდება, თვითშემეცნებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, ნებისმიერი უკვე პარტნიორული თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერ ელფერს შეიცავს და პრომოტიც აქ შეიძლება თქვენი სამუშაო ჯგუფიც კი ჩამოაყალიბოთ. ამიტომ ძველი მეგობრები, ძველი პარტნიორებიც კი აქ მაქსიმალურად გვერდით აგიდგებიან და მხარს დაუჭერენ თქვენი იდეების, პროექტების რეალიზაციას. ინტერნეტთან კონტაქტიც კი უკვე 22 რიცხვიდან მეტად ნაყოფიერი იქნება. რაც შეეხება რიცხვებს 22 ოქტომბერი ყველას კარგია და ეს დღე, ხოლო 25 ოქტომბერი და ნაწილობრივ 21 ოქტომბერი ცოტა ფრთხილად წინ დახედულად გავიაროთ. ეს პერიოდები უფრო რთულია თქვენთვის. რაც შეეხება ახლა მერწყული ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, სიტუაცია 22 რიცხვიდან დაიწყებს უკვე დასტაბილურებას. პირველი ორი დღე ცოტა ყურადღებით გავიაროთ, ახალმთვარეობა მაინც მძიმე დღეებია, ხოლო აი 22-დან უკვე იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსიც მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, განწყობა უმჯობესდება, აქ უკვე შეგიძლიათ გამოვივლოთ თქვენი საქმიანი და ორგანიზატორული მონაცემები და სხვათა შორის როგორც ნაცრისფერი კარდინალი, აი თუ იმოქმედებს ცოტა კულისებს მიღმა წინა პლანზე არ გამოჩნდებით, იქნებით უფრო მეტად წარმატებული და უფრო მეტ ზეგავლენას მოახდენს სიტუაციებზე და ირგვლივ ადამიანებზე. ამასთან ერთად კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მსხვილი საღირლებისთვის და ინვესტიციებისათვის.
და ამშვით რომ არის გამორიცხული 22 რიცხვის შემდგომ თქვენ შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს და საუკეთესო პერიოდი იყოს სიყვარულისთვის და შემდგომ უკვე ასევე საკორწინო სასიყვარულო ურთიერთობის სტაბილური ურთიერთობების დასამყარებლად. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 21 და 26 ოქტომბრის დღეები, თუმცა 21 მაინც ცოტა ფრთხილად გავიაროთ, მაინც ახლომდებარეობაა და აქ ნუ გავრისკავთ. 23 რიცხვი რთულია და ცოტა ფრთხილად გავიაროთ. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, თევზები უკანონოდ გაილაღებენ 22 ოქტომბრიდან. პირველი ორი დღე კვირისაც ცოტა ფრთხილად გავიაროთ. 22-დან ვრჩებადან უკვე აშკარად უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს, მოემართოს თქვენი თვითრწმენა. ეს ის პერიოდი, როდესაც უკვე თქვენ შეიძლება მეტი ურთიერთგაგება იგრძნოთ ირგვლივყოფი ადამიანებისგან, რაც ხელში უწყობს უკვე მეტად განვითარებას ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას. ძალიან კარგი პერიოდი იწყება 22 რიცხვიდან, გზავრობა მოგზაურობისთვის, ამიტომ მაქსიმალური კონტაქტები უცხოელებთ და შეიძლება მოხდეთ ერთობლივ პარტნიორული თანამშრომლობა. შეიძლება კიდევ მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ, შეიძლება მივლინება უცხოეთში, სწავლა უცხოეთში, ეს იქნება პრეაწარმოებული და უკვე საკუთარ თავზე მეტად იღებთ ორგანიზატორულ, ასე ვთქვათ, ტენდენციებს, ავლენთ კარგ ლიდერულ თვისებებს, ინტუიცია ხდება უფრო მდგრადი, რომელზეც დაყრდნობით ასევე სწორ არჩევანსაც აკეთებთ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 22 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 24 და ცოტა ფრთხილად გავიაროთ 21 ოქტომბრის დღეებიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრას.